და საქართველოს მესამე ამხანაგური მატჩი მეგობრებო, ერთი ამხანაგური მატჩი დაგვრჩა ამის მერე და ვნახოთ აბა ამხანაგური მატჩების მერე როგორ შევხვდებით მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც დაიწყება თებერვალში. აბა აქ გვჭირდება რომ ძალიან ბევრი გოლი გავიტანოთ. 15 მეტრის გოლს ვერ გავიტანთ, იმიტომ რომ ეს ბოტსვანა სუდანზე ძლიერია, მაგრამ ბევრი გოლი უნდა გავიტანოთ და აი მიქაუტაძემ გახსნა ანგარიში და შეიძლება რომ მოხსნათ რეკორდი ეს ახალი განახლებაში საქართველოს ნაკრებს ახალი მაიკები ჩაამატეს და ვატყობ მოგეწონებათ. ახლა გვიტევენ, ისინი ეცდებიან რომ ბევრი გოლი რო არ გაუტანოთ, ანუ წაგებას ელიან ჩვენგან, მაგრამ უნდათ დრო გაიყვანონ უფრო რომ ბევრი გოლი არ გაუტანოთ, მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ რაც შეიძლება ძალიან ბევრი გოლი გავიტანოთ. მთავარი მოგებაა, მაგრამ რაც შეგვიძლია რომ ბევრი გოლი გავუტანოთ, რატო არ უნდა გავუტანოთ და ჩაგდება საჯარიმოში დარტყმა და მიქაუტაძის დუბლი. ძალიან კარგი დუბლი შეასრულა. და ამის მერე ყველაზე სუსტ ქვეყანას შევეჯიბრებით, რადგან ისტორიული რეკორდი კიდევ ერთხელ უნდა მოხსნათ, მაგრამ კიდევ ერთხელ გვჭირდება და კვარაცხელია 3-0. შეიძლება ამ მატჩშიც მოვახერხოთ, იმიტომ რომ კარგ ფორმაში არიან ჩვენები და აბა ვნახოთ თუ მოახერხებენ. ძალიან კარგი გოლი იყო, მაგრამ აი ახლა ისინი გვიტევენ, მათ ძალიან სახიფათო შემოტევები იციან და დვალიმ გააჩერა ისე რომ მიიღო ყვითელი ბარათი, მაგრამ არა უშავს. აბა ვნახოთ დარტყმა, გადაურჩით ძალიან თან და კვარაცხელია ბურთს ფლობს, არა კვარაცხელიამდე ვერ მივიდა, ცოტა ეკლდა, მაგრამ ვერა. წაართვა ბურთი, კიდევ ერთხელ ეცდება, მაგრამ ვერა. დავითაშვილი და ვერ ჩააგდო საჯარიმოში. აი ამას ვიზახდი რომ დროის გაყვანა უნდათ თქო. არა უშავს. ჯარიმა. ეს ჯარიმა საკიდებელი არ იყო ახლა. დავითაშვილი, კვარაცხელია. მსოფლიო ჩემპიონატზე იცით რომ ძალიან რთული ჯგუფი ყავს. ჩვენ ჯგუფი არ გეცოდინებათ, მაგრამ იხილავთ მსოფლიო რო დაიწყება. კვარაცხელია. დავითაშვილი. და მინდა გითხრათ, რომ ნამდვილი მსოფლიო ჩემპიონატი 2026 წელი რომ დაიწყება, ისტარდება მექსიკაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში და შესაძლებელია რომ წავიდე თამაშებზე და მე თვითონაც გავახმოვანო. ნახოთ აბა, თუ შევძლებ, წავალ და გავახმოვანებ ნამდვილ თამაშებს თან. და ამასობაში მეოთხე გოლიც გავიტანეთ და ჯარიმაც ავიკიდეთ. სანამ ვლაპარაკობდი, კაი თამაში მიდიოდა აქ და ახლა ისინი გვიტევენ, მაგრამ შევაჩერეთ, კარგია. დავითაშვილი მატაობს, ჩაკოეტაძე ვერ დაემორჩილა. ქართველები ისე, ანუ ჩვენი ფეხბურთელები ისე იქცევიან თითქოს სულ არ ადარდებთ ბევრი გოლის გატანა. არ ვიცი, რატომ არ უნდა ამდენი გოლის გატანა. მაგრამ ალბათ კარგი იქნებოდა რომ ექსტრა ტაიმებიც ყოფილიყო აქ.
და კიდე ერთი გოლი გავიტანეთ. ისინი ახლა უცნებობენ, რომ სახში რო წავლენ, პამიდორი თავიდან აიცლონ, იმიტომ რომ ისე ბრწყინავდნენ აფრიკის თასზე, რომ აქ ქართველებთან აგებენ. და ისინი აპირებენ, რომ ერთი გოლი მაინც გაგვიტანონ და მთლად არ შეერცხვენ. მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვიზავთ, იმიტომ რომ 15 გოლიანი სხვაობა გვჭირდება. მაგრამ არა მგონია, იმიტომ რომ კაი ნაკრები ყავს ბოტსვანას. დარტყმა ვერ მოახერხა რაუშავს. შემოტევა კიტეიშვილი. აბა მიქაუტაძე კარგია. დარტყმა ისეთი კაი დარტყმა იყო, მაგრამ მისე მეკარე კაი ყავთ. მათი მეკარე თამაშობს ის რა ქვია ნიგერიის გუნდში, რომელიც მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზეც იყო. ნიგერიის რომელი გუნდში სახელი არ მახსოვს. მაგრამ ის ჩვენ არ გვატარდებს და არც გვაინტერესებს. კვარაცხელია და დარტყმა. ისე ბოლო ასეთ ზამბარისებულ ბურთებს ვიტანთ. უფრო ლამაზი გოლებისკენაც უნდა გქონდეს მიდრეკილება. 6-0, როცა აი ამ 90 წუთზე მაროკოსთან აგებდა ამ ანგარიშს ბოტსვანა რეალურ აფრიკის თასზე რა. ოღონ ამ წელს არა, 2023 წელს. კვარაცხელია. დუალი, არა მე მგონი 2021-ში იყო. და აი ესეთი გოლები გვჭირდებოდა, ლამაზი იყო. ჩაახუია ახლა კარში. აქედან კარგად არ გამოჩნდება. მაგრამ შეგიძლიათ რომ გადაახუიოთ და ნახოთ. კვარაცხელია. მიქაუტაძე. დარტყმა და კიდევ გოლი. აი ეს ბოლო დრო მოუნდათ გოლების გატანა. კარგია. ის მიქაუტაძე. აი კიდე ერთი გოლის შანსი გვაქვს და 10-0 არა. და გოლი გავიტანეთ და 10-0-ია? თუ 9-0? მაგას ახლა ვიგვანახებინ. ალბათ მოგენატრად მსოფლიო და ერთა ლიგებზე მაგებზე რო უყვიროდი ხოლმე. არის რო უყვიროდი გოლებზე და მსოფლიო ჩემპიონატზე თუ გავიტანეთ კაი გოლები, მაგეთი იმით ყვირილებით დაგიბრუნდებით. იმიტომ რომ ასე უბრალოდ ლაპარაკი ალბათ ბევრისთვის მოსაწყენია.